შუაღებშვიდობის ან საღამომშვიდობის თქვენთვის რა ვიცი ყველანაირი მშვიდობის მოკლედ ვინც როდისა ნახავთ რა დაიცა ის რქა დავიმაგრო მოკლედ რადგან უსაქმურობის პიკში ვართ არა სხვანაირად უნდა მეთქვა დაიცადეთ კიდე კინაღო სხვანაირად ავთქვი კახურად ჯიგრულად რადგან მკვდარზე მეტი დრო მაქვს ეგრეთ წოდებული ესე დავფრაცუნობ რა მოკლედ დღეს პირველად გამოვიყენე თებუდა რომ გამოვიწერე ლუსტრების და რაღაცები რომ მივხვდი რომ იქ ვეღარ ავიბღოტებოდი გამოვიწერე ეს ჩანგალი რომ აქ დასაგრძელებელი ხო იცი ეგეთნაირი აი ეს ფუმფულა რაღაც აქვს და სხვათა შორის ძალიან კარგი გაწმინდა კი არა გამათბობლის მაღლა კედელზე ხო იცის ხოლმე რაღაცა მტვერის რაღაც ნაწილაკი ეგ მოწმინდა კარნიზების ძვირფასად მთელი 2 ლარი და მე მქონი ხო და ესე მივდგები თან სარეცხი თან ცირა კაი სარეცხი მაგ დაუთოება არ უნდა და ეგრევე შემაქ ხო ეხლა ცოტა შესვენების წუთები მაქვს და მაგიტო ჩამოვჭექი რა ხო ისა იცი რას ვიზავ ხოლმე ეხლა მეორე ვიდეო არატვირთულა კი არა და არც ამიტვირთია ჯერ პირველი დევს ჯერ და სადღაც ვაპირები მეთქი ავტვირთავ თქო რა და აი ერთი ვიდეო რო 1000 ნახვას ასწდება ხოლმე აი მაგ შემთხვევაში დავდებ მეორე ვიდეოს ხოლმე ანუ მაგის მერე რა იმიტომ რომ რაღაცა პერიოდი გავიდეს რომ ეხლა პირველი მეორე რიგითობა არ ამერიოს მეც ხო ეხლა დღეს ვარ ესე თორე ამ ხასიათზე თორე შეიძლება არც აღარ მეჩქარება მაგრამ შეიძლება ერთ დღისით უჟმურად გავიღვიძო და ვიდეო ვერ გადავიღო და არ გადავიღო მოხდებით ხო და ისა მაქვს რა მოკლედ მასალა და ეს არ ვიცი საღამოს დავდებ ამას თუ ხვალ დილით მოკლედ ვინც როდის ნახავთ იმ მშვიდობისა ყველას ყვავილების გატანის პროცესი მაქვს ვრწყავ როგორ ანუ დიდი ტაშტი მოვიტანე აქ ვაპირებდი ამოტანას მაგრამ ნაწილ-ნაწილა ვავსე რა პატარა ვედრით ხო ბოლომდე არ ვავსებდი რა და მეთქი ხა კიბეებზე ადიჩადი და ისევ დაბლა ისევ ქენი ხო და რამდენიმე ყვავილიღა მაქვს გასატანი რომ მოვწყა სანამ მოვწყავ კიდე მტრების ამბავს მივხედავ რა და ერთ სიტყვით და ორი გაგებით მაგას გავაკეთებ ეხა წავიღოთ შენი ეს ერთი ხელით იყო დრო როდესაც ძალიან სწრაფად ვაკეთებდი ამას მაგრამ ეხა ნელა მივდივარ ხო ეს რომ მატრასი მედო აგე იქ ივანეს საწოლზე შემოვიტანე და დავდე ცოტა მაღალია მაგრამ არა უშავ რა გაფუჭებას ჯობია რომ ესე შევინახო სხვაგან ვერსად ვერ დავდებდი მაგი დამოვიტანე ტახტი სადაც ჩემი მახინჯები წვანა ჯერ და ისა მე მაგასაც გავავლებ ერთი და ღამე აქ გადავკიდებ ხოლმე რომ ღამე წვებიან მანდრა და მე ხა მაგიტო მაქვს გაკეთებული რომ სუფთა და იმათ დავჭიდე და ავაცლი ხოლმე ღამე მოკლედ რომ არ გამიბინძურო კატი აი ამაზე ვამბობ აი ამ ბუსუსებიანზე მართლა არ გაწმინდა ოღონდ მართლა ნახეთ აქ მაქვს ესენი მაღლა ვაპირებდი ანუ თან მეთქი ესა პლოშეტკაზე ავიტან თქო რა იქ დავალაგებ მეთქი მაგრამ იქ პირდაპირ ქარი უბერავს და რაღაცებს დამიზიანებს ეს არის დრაცენა რომელიც ხარ 8 მარტს მიყიდეს თუ 3 მარტს ბავშვებმა რა ნინომ და რაღაცა არ მომეწონა ანუ ეს კი დამიწერეთ რომ ფოთლებიო იმიტომ უყვითლებაო რომ ძირი მსხვილდებაო მაგრამ დავშალე ისევ ქონდა სრულიად პემზა ანუ მიწის ნასახი არ ქონდა რა ეს ხა ის ცოტა ტყის მიწა მქონდა შემორჩენილი ლიმონსავაცალე და იმაში ჩავრგე ანუ ის პემზა დაუტოვე ცოტა დრენაჟის მხრივ ფესვები დავმუშავე დამპალი ჰქონდა რაღაცა ფესვები მიუხედავად იმისა რომ არ მომირწყვია ხალხო ერთადერთხელ ამაკ მარტის მერე მორწყული 8-ში მოვწყე თუ რაღაც ხო და ის ამოვაცალე ტყის მიწა ისევ ქენდა მშრალად ჩავგე ანუ აღარ მომირწყვია და ეხა შევხედავ რა და როგორ თუმცა პაწაწინა ახალი ფესვები დავინახე გამოტანილი ისე რომ იმედი მაქვს რომ არ გამიფუჭდება და ესე მოვწყე ეს ყველა ყვავილი და ეხა არის ამისი ჯერი აი ესე მაქვს ეს ეხლა რაღაცები რო ცვივა ყვავილებს ისინია აბა მაღალი ქოთანია და არასო აი ეს ეს ეხლა გაიჟღინთება
ნახეთ ბუშტები როგორ ამოსდის. და მე ამოვიხებ. ეს ისა კალანხოის ქონდა. არ გადამირგვია და ესეთი რაღაცები ქონდა და რო ვიღებ ეხა ყველას ვაყარი ეს. ამ ყველაფერსაც გავრეცხავ ქოთნის თეფშებია, ესეც თეფში არის, ქოთანი არ არის. და მანამდე დაიწკრიტება რა. ჩემი ბუერა და ჩემი ცხოვრება. აი მე რა უნდა განახოთ ხალხნო. ის ნახეთ ჯერ ჩემი ინდუსკა. ჩემი გიჟინდაური. მოკლედ დავდგე ლობიო რა ერთი ის და ჯერ გაზის გაწმენდას ვაპირებდი და მეთქი ჯერ რა დროს გაზია თქო რა მე ზოვითთან ჩემი ამბავი მოდი ლობიოს მოვხარშავ თქო და კარტოფილი უნდა დამეთქე მოსახარშავ კიდე და ჭარხარ ხო და ანუ ზოგადად როდო ხდება ძალიან დაბალზე ჩავუწევ ხოლმე და იმასაც რაცა სელფის ჯოხსა ვიღებ ცოტა გავწიო კამერა იქით არ ვაფარებ ხოლმე ძალიან დაბალზე და გადავხდი ხოლმე ცოტა მიუხედავად იმისა რომ ის აქვს ნახვრეტი აქვს იმისი სახურავს მაგრამ მაინც არ ვაფარებ რომ ჰაერმა კარგად აი საქნას ამოვიდეს თორთქლი რაღაცა და არ გადმომივიდეს მეთქი ხო და ეხლა ნახეთ რა ჯიდი სადაც დამინახავს იქ მოდის რა გინდა რა გინდა ნახე რა ლამაზია ჩემი კანადური ეხა დროზე სანამ მოგხვდა პანჩური შენ დიახ პატარა წიწილა აღარ ახარო მოგეფერო წადი რა ნახე აი რა შემოსიცოცხლე რა გინდა აბა მოდი ამას ელაპარაკე რა გინდა რა არის აბა მიდი კიდე დადი იქი სემ ახლა მამა ლინდა ური არის დავარაუდოთ უნდა რომ ახლა ამ ტელეფონს ეჩხუბოს და ამან არის რომ მაგრავცე ცდილობს რომ ვინმეს გამოეკიდოს გაიგე და ამა შეიძლება ხა ნინო შემიშინოს და ეგევე წაგაწყვეტავ მათ თავს ხო და რას ვამბობდი როგორ ადუღდა ანუ გადავხადე ჩაუწიე რაღაცა და როგორ დაეფარა არ ვიცი შეგიძლიათ თამამად მიტიროთ ნახეთ რა კარგია ხო ძალიან გამიხარდა რომ ზოგადად ჯერ ხეხავ ხოლმე გასსა და ისე ვიწყებ საჭულის გაკეთებას და უზომოდ ბედნიერი ვარ რომ ჯერ არ გამიხია რა მოაშრობს წყალხნობა ხო ეხლა სანამ მაგას წყალს გადაუწურავ და მთელი ამბები და ყვავილებს გავაგრძელებ წეღან ესე იგი აიკლეს საკათლეთი ნახე რა შავები რო არიან მოფენილებს შეხედეთ ანუ სულ იმას ვამბობ რომ ხა კი ჩანან რაღაცა მაგრამ არ ვიცი რამდენად აღიქოთ ვიზუალურად რამხელები არიან ძალიან ერთი ბეწვები და პატარები და ეს უნდა გავამწარო აი ის ნახეთ ის არის ქათამი ხალხო რას ეგო ხო და ატყდრენ მოკლედ რა ვიცი კვერცხი დადეს რა დადეს აზი არა ვარ ხო მე ქათმების და მამლების და ეგეთი რაღაცების არ მეშინია და შეიძლება მიგასიკვდილო ეხლა ოღონდ მართლა აგეგზის ქათამი არა გაგდებ ჯერ აი მე ღმერთო დამხალა შეხედეთ აი მე ორნის ხედავ კოჩორაზის აი ნახე და ეს აი მაგედან ორი კვერცხი არ ავიღო თუთმით არ გათერიოთ ორივე კაი მაგათ არ შეუშლე აი ფეხმა დამიჭირა ბიჭო გაჩარევთ ბიჭო არცა დიდა რა ღირსი იყავ მე გაგზარდე რა ღირსი იყავი არა ტუტუ ჩემი ლამაზ ხო და წეღანა იქ საკათლეში აიკლეს კიდე აქავრობა იცო აქ ხარ კი შემოველი მაგრამ არ ვიცი კვერცხისად მივეძებო სადა კიოდი მე რა ვიცი აქ კურდღლის სახლები დევს სადმე შეიძლება აქ დადეს ქვეშ ისე ჯანი დაგეწოთ რო ტყუილა წიოდით და კიოდით
არა ხალხო. კვერცხი არა ჯანდამ, აფეცა დავდიოთ. ტყუილავა შემოსული. აქ შავები არიან. თეთრები. ვაი. გამარჯობათ, ბავშვებო, როგორ ახართ? ჩემი ბაცა თუ აქ იყო მე. აქ ამყავდა ჩემი ბაცა თუ. კაი, წავალთ, მოკლედ ორ კვერცხს ველოდებით იქედა და დედამინ არ დაუდიათ. აი სინდავი ჩემი ანაწერა უნდა გახდეს. ოდესმე. გენაცვალე, კიდე კაი თორე განაგაცინდებოდა. ეხლა გადავწურავ და გავაგრძელებ ყვავილნარს. ესეც ესე. ეგლობი უნდა გავაკეთო დღეს უცხიმოდ. ცოტა. აღმოაჩინე ძალიან ცოტა სალათის ფურცელი, რომელიც ძალიან კარგია. ძალიან მიყვარს, თუმცა ამ სალათის ფურცელს მირჩევნია ჩინური კომპოსტო. მაგრამ იმდენად გაძვირდაო, რომ იქიდანაც აღარ მოვაქვთ ბაზარში. ხო. ეხლა რას ვაკეთებ? ლიმონი. კარგად გავრეცხოთ და გავამშრალოთ. გვინდა განა. და გავიდეთ გარეთ, რომ აქ საერცხის მანქანა ჩართული და 11 წუთია დარჩენილი, ამიტომ ცოტა ხანი დავსხდეთ გარეთ. ой, რამდენიმე თვის წინ ბიძინა მომიტანა საჩუქრად სარკე. ანუ ეზოს სარკე და იყო დაზიანებული რა, ანუ საკიდი არ ქონდა და გაფუჭებული ქონდა წეღან გავამზადე, გაისავქენი და იმეტყვით აქამდე სად იყავიო, მაგრამ ეხლა გავაკეთე. ადგილი ხარ, ვიცი რამდენად მან დავტოვებ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით იყოს მან. აბა გარეთ ჩქარ არ მომიყვანო მან. ფისო გამოდი. გაგამწარებ. აი ასე. და ხან დავისვენოთ, იმიტომ რომ ფეხმა მომიჭირა. ერთი ხუთი ყვავილი გადამჭირა რაც ჩამოსატანი არაფერია და მტრებსაც გადავწმენდა. ამას ვაჭრი არ გვინდა. ისინი ვისაუმჟავდა მე. მას ცოტა ხანი აკეთავდებ. ქარი როცა არის, მე-10 გადავწმიდე ეს მაგიდა უკვე რა, რომ მეთქი აქ იმას ვისავ რაღაცებს გავაკეთე. ჯერ არ გავაკეთო მაინც. მაგრამ ეს პატარები აქეთ იყოს, აღარ უნდა 4-ად გაჭრა. რაო, ჩემო პრინცესა შავიკადა. დე ლიმონი მაგინდა? აგებჟაუნება. ერთი დიდი რიარია ჩემ ოჯახში. აი ამ ქალბატონის გამო. ეხლა რას ვაკეთებ მე? რას ვაკეთებ და? არაფერს განსაკუთრებულად. არ ვჭამ მარილს. უბრალოდ ამაზე არ ვიყერებ. ვაკეთებ კომპოსტოს შაურვას. კერა და ამას. ეგევე კანიანად იმ კომპოსტოს ძალიან უხდება. ჩინურს. ეხლა არ ვჭამ მაინდა მაინც ამოცნაურობებს, თუ მიყვარდა ეს. მუკბანგი. ვიდეოს დავაწერ მუკბანგს. რამჟობა გრის შაურმა. ლიმნის შაურმა. ჭარხალი რაღაცა იმაში. ჭარხალზე გამახსენდეთ ხალხო. რამდენიმე ხნის წინ, 2 დღის წინ, 3 დღის წინ ლაშა მოიტანა ბოლოკი.
მორჩი? არ შეხვიდე. Всё. გამოდი გარეთ. გველაძუ, ძიგვერა. აჭარულა ძიგვერა. ხო და. დაიცა ჭამის დროს არ ვილაპარაკებ. და მე არ მიყვარს ბოლოკი დიდად რა და მოიტანა პატარა ბოლოკები და ნუ ხო რაღაცა ბავშვებმა ჭამეს ლაშამაც ის და ამას ხო აქ ბოლოკს ხო აქ ესენი ფოჩები და კაი ჯამთელი ფოჩები ქონდა და ამითო სალათი გააკეთე რაო წავი არ ვიცი წაი ვინმე მუთხა თუ წაიკითხა ნუ მოკლედ ბოლოკი ყოფილა ძალიან მაგარი რამე ნუ ისედაც ვიცით რომ ბოლოკი კაია და სასარგებლოა მაგრამ ფოთითო ფოთლები აი როგორც სალათის ფოთოლს რაღაცას აკეთებ ფურცელს ესე გააკეთეო დამჭერი ეს ბოლოკის ისინი გაბრეცხე. გარიცხას ამოვიღებ რა მოკლედ მოყოლი. ესე იგი ეგ ბოლოკის ფოთლები, ეს სალათის ფურცელი, ხახვი. თვითონ ბოლოკი ჩავხეხე. მწვანილები ყველანაირი რაც აქვს, ცოტა ტარხუნაც უყავი, ცოტა პიტნაც უყავი. მარილი, ზეთი და ძმარი. უგემრიელესი გამოვიდა, ოღონდ მართლა. ნუ ჯანსაღი ისედაც ყველანაირი ბოსტნეულობა იყო და რაღაც მართლა გემრიელი იყო რა. მე ცალკე ის ფოთოლიც გავსინჯე და რავი, ჩვეულებრივი იყო. რავი, რატო ყრიდი აქამდე თუ კაი იყო. მე რავი. ხო და მართლა გემრიელია გასინჯე და სასარგებლო ყოფილა ხალხი. მე ხამა შევჭამ. ამდენად ბოლომდე შევჭამ არ ვიცი, მაგრამ სარეცხის მანქანა სანამ გამოირთვება დროს ვიხანგძლივებ. და აი ეს პირველი ვიდეო 1000 ნახვაზე რო ავა, დავდებ მეორეს და თუ ის მეორეც ავა 1000 ნახვაზე. ანუ ზოგადად ვეცდები ხოლმე რომ ეგ გავაკეთო 1000 ვიდეოს შემდეგ ახალ ვიდეოს დავდებ. იმოდენო ვატრიალი რომ გამოძრა. ეხლა ამას რომ მოვჩები, უბრალოდ ხმაურს რო გავიგებ ქათმებისას, წავალ და ვნახავ. კვერცხი დადეს თუ მე მომბაძეს და მუქთამჭაბელები არიან ეს ქათმები ვნახავ. იმიტომ რომ მართლა დაუდიათ რამდენი ხანია კვერცხი გულში ხო გავიდო პირდაპირ ჯამში ჩამიდო რომ მომეხარშა. ეგ იყო და ეგა. ამას შევინახავ. ბოლომდე არ შევჭამ. და რატო? არ მშიოდა უბრალოდ მომინდა ხა და იმიტომ შევჭამე. ის არის რომ მომშვიდება რაღაცაა ცოტა მსუბუქად შევჭამ. მართლა აღარ მინდა რომ ხა 5 კილო მაქვს მომატებული და უი და ვაი არ არის ხა რამის 5 თვის მანძილზე. ფეხმძიმობის 5 თვის მანძილზე, მაგრამ ზოგადად იმ დანარწინა ფეხმძიმობაზეც ვიცოდი რომ 6 თვის შემდეგ 7 თვიდან და რაღაცა თუ თავი არ გააკონტროლე ცომეულზე და ეგეთ რაღაცებზე იკრეფავ წონას რა და მე როგორც ჩემთვის ცუდია ისე ბავშვი ნუ ყველაფრისთვის ცუდია რა თქმა უნდა. ხო და გინდა არ გინდა იქ ან კრემს ვჭამდი ხან ბეზეს ვჭამდი ხან გაივლიდი რაღაცას მოაციცკნე რაღაცა და მეტყობოდა და ეხლა ვეცდები რომ ეს ყველაფერი ანუ დიეტაზე და რაღაცა სისულელია მაგას არ უბრალოდ მეტად ჯანსაღი რაღაცეები ვჭამო რა და ეს ცომეულობა ამოვიღო მინდა თუმცა წეღან ვაპირებდი რომ დროს საფუარს და იმას გავაკეთებ მეთქი და იქნებლობიანიც გავუკეთო მაგრამ დღეს ვერ შეჭამს ლაშა ხვალ ვიზავ მაგას ხვალ რა დღეა უჩვენე ნუ მოკლედ წინასწარ არ ვიტყვი იმიტომ რომ ვერ ვაკეთებ ხოლმე ასე რომ წაველი ახლა ყვავილებს გავაგრძელებ ყველაზე კაი რა არის ცით ხალხნო თითქოს ბევრი რამე გავაკეთე და საათი არის ჯერ პირველი საათიც არაა უფრო ბევრს ვასწრებ რო არსად არ მეჩქარებ ანუ რაღაცა თან არა ვარ მოუკვდარებული იმიტომ რომ აი ამინდი მიუხედავად იმისა რომ ქარია ალაგ-ალაგ ამინდი აი ეს გაზაფხულის მზე აი მაცოცხლებს რა გეფიცები აი თებს გადავდგავ ეხლა მაგრამ იყოს დასვიშლიან ბალახი უნდა დამეკრიფა ქათმებისთვის და მაგას გავაკეთებ ეხლა სანამ საერცხის მანქანა გამოირთვება რაღაც 5 წუთი მაქვს ასე რომ დროებით ხალხნებო მაგრად